მშობლის როლი შვილის განათლების მიღების პროცესში. როგორც წესი ჩვენ როგორ ვთვლით ხოლმე, რომ განათლებას ბავშვი სად იღებს? ბაღში, სკოლაში, ინსტიტუტში. სინამდვილეში რა ხდება? განათლების 80% ფაქტიურად ყალიბდება სკოლამდელ ასაკში. ანუ მარტო 20%-ია ის, რაც უკვე სკოლაზე და ინსტიტუტზეა დამოკიდებული. და ვინ აკეთებს ამ ყველაფერს? რა თქმა უნდა, დედა. და ძალიან ხშირად ეს შრომა დაუფასებელია ხოლმე, იმიტომ რომ გონიათ, რომ დედა, როდესაც სამზარეულოში საჭმელს აკეთებს მაგალითად და ბავშვი უყურებს და ეხმარება, თქვენ გონიათ მარტო საკვებს ამზადებს? არა, ჩემო კარგებო, დედა ამ დროს ასწავლის ქიმიას, ფიზიკას, მათემატიკას, რა ინგრედიენტებს ურევთ ერთმანეთში? ქიმია, როგორ წვება თუნდაც ნამცხვარი, ქიმია, რამდენი ნაწილი უნდა ავიღოთ და როგორ გადავანაწილოთ ის პროდუქტების რაოდენობა, ესე ჩვენი მათემატიკა. ანუ მათემატიკის სწავლა იწყება ჯერ სამზარეულოში. და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც დედა ასწავლის, ეს რა არის? ეს საერთოდ სკოლაში არის სწავლება და არც უნივერსიტეტში. ეს რა არის? ემოციები და ემოციების მართვა. 21 საუკუნეში აღმოჩნდა, რომ თურმე ემოციული ინტელექტი ყოფილა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რაც ბავშვს გააჩნია. და ემოციური ინტელექტი განსაზღვრავს დიდწილად იმას, რამდენად ბედნიერი და წარმატებულია ბავშვი. და ამასაც ვინ ასწავლის? რა თქმა უნდა, დედა. როდესაც ბავშვი გაბრაზებულია, დედა ეუბნება, რომ ახლა გაბრაზებული ხარ და ბავშვი იგებს, რომ არის ბრაზის ემოცია. ახლა ძალიან გიხარია და ბავშვი იგებს, რა არის სიხარული. ძალიან მნიშვნელოვანია ემოციებისთვის სახელის დარქმევა და ამის ბავშვისთვის ლამაზად მიწოდება. ემოციებს ეფუძნება სწორედ ბავშვის შემდგომი ცხოვრება, როგორი იქნება ეს ცხოვრება. და კიდევ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის ცხოვრებაში? ის, რომ ჩვენ მივიღოთ მათი წარმატება და წარუმატებლობა. წარმატებული ადამიანებს, აი, როდესაც ეკითხებიან, რომ რა იყო თქვენი წარმატების საფუძველი, 90% შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ეს იყვნენ მათი დედები, რომლებსაც მათი სჯეროდათ. ეს იყო რწმენა ამ ბავშვების მიმართ. აი, მახსენდება ალბერტ აინშტაინის ისტორია, როდესაც ის სკოლაში სწავლობდა, მშობლები გადავიდნენ სხვა ქვეყანაში, იტალიაში და 15 წელს ამ თავი დაანება სწავლას. და წავიდა მშობლებთან იტალიაში და სკოლაში იქ ვეღარ დადიოდა, ბუნებრივია. და როგორ მოიხსნენ მისი მშობლები? უთხრეს, რომ არ მუშავს, მე რა. შენ შეგიძლია განათლება მიიღო სხვანაირად და მისცეს მას საშუალება ის ეკეთებინა, რაც აინტერესებდა. ინჟინერებთან ქონოდა ურთიერთობა, თვითონ ქონოდა უშუალო შეხება იმ ტექნიკურ საკითხებთან და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ანუ ნახეთ, აუცილებელი არ არის, რომ ბავშვი ტრადიციულად მიყვებოდეს და მაინც და მაინც სკოლაში ეს მითითებული საგნები რაც არის, ამას გაყვეს. ზოგჯერ საჭიროა მივცეთ, ზოგჯერ კი არა და საჭიროა რომ მას მივცეთ ინდივიდუალურად განვითარების საშუალება. იმიტომ რომ ყველა ბავშვს აქვს თავისი მიდგომა. ვიღაცა ვიზუალია და უნდა უყუროს ისე ისწავლოს. ვიღაცამ უნდა აუცილებლად თვითონ აკეთოს. ვიღაცა აუდიალია და უნდა მოისმინოს და დედის უნარი რა არის? ის რომ აკვირდება შვილს, რა არის მისი წამყვანი უნარი და სად სწავლობს უკეთესად. და ეხმარება ბავშვს სწორედ იმ მიმართულებით ისწავლოს, რაც მისთვის პრიორიტეტულია. კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი, რასაც მინდა რომ ხაზი გაუსვა, ეს გახლავთ შეცდომების დაშვების უფლება. მე მაქვს უფლება დაუშვა შეცდომა, მე დედას მაქვს უფლება დაუშვა შეცდომა. და როდესაც შვილი ამას ხედავს, რომ მეც მეშლება და ეს ჩვეულებრივი ამბავია, არც პანიკაში ვარდები და არც ტრაგედიას არ ვქმნი აქედან. მე ჩემ თავს უფლებას ვაძლევ, რომ მეც დაუშვა შეცდომა და ბავშვები, რომლებსაც შეცდომის დაშვების არ ეშინიათ, როგორც წესი, უფრო თამამები არიან, უფრო წინ მიდიან და მაგალითად ოლიმპიადაში მონაწილეობა, ხო? მშობლები ითხოვენ, უნდა გაიმარჯო, არა, ჩემო კარგებო, მთავარია მონაწილეობა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ეს უკვე შენაირ ბავშვებს რო შეხვდები, შენს უნარებს რომ მოსინჯავ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას წინათ ლინგო სტარის ინგლისური ენის ოლიმპიადაზე ვიყავი სპიკერი და მშობლებთან გვექნებაო, შეხვედრაო მითხრეს და გავიხედე უზარმაზარი დარბაზი, 500 კაცი. რას ვხედავ? 90% დედები. დედები. აი სწორედ დედებზე დგას ჩვენი შვილების მომავალი და ეს განათლება, რომელსაც დედა აძლევს შვილს, აყალიბებს ჩვენი შვილის მომავალს. და ჩვენ ვართ მსოფლიოში უდიდესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელები.
ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი შვილების მომავალი. დედები ვაშენებთ ჩვენი შვილების მომავალს და განათლების წამყვანი ფიგურა ვინ არის? რა თქმა უნდა, დედა.